მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა ბუნებაში და მინდა კვლავ შევეხო წინა თემას, რაც წინა ვიდეოში განვიხილე. ვეცადე მაქსიმალურად ყველასთვის გასაგებ ენაზე ჩამომეყალიბებინა სათქმელი, თუმცა როცა მოვუსმინე ვიდეოს, მაინც კიდე რაღაცა შეგრძნება დამჩა, რომ რაღაც კიდე ისე ვერ თქვი და კიდე ისე ვერ ჩავშალე და ამიტომ დღეს ვწერ ამ ვიდეოს, სადაც ვეცდები, რომ უფრო ჩავშალო, ოდნავ სიღრმეებში შევიდე, ოღონდ ასევე ვეცდები, რომ მარტივ გასაგებ ენაზე იყოს ეს ყველაფერი და ყველასთვის გასაგებ. მოკლედ, რისგან შედგება ადამიანი? ადამიანი საგებულება, როგორც ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ, არ არის მარტივი. ჯერ ფიზიკური სხეულის აგებულებაც საკმაოდ რთულია, მაგრამ ზოგადად ფიზიკური სხეული ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რისგანაც ზოგადად ადამიანი შედგება და ადამიანი შედგება 7 სხეულისგან. 7 საკრალური ციფრია, მოგეხსენებათ, და როგორც სამყაროში არის 7 ბგერა, 7 ნოტა, 7 ფერი ცისარტყელის, ასევე ადამიანის ნაწილების 7 ნაწილისგან შედგება 7 ჩაკრა, ასევე და რაც უნდა გასაკვირი იყოს, 7 ნაწილისგან არის ადამიანი აგებული და მოდი განვიხილოთ უფრო სიღრმეებში შევიდეთ ამ ნაწილებში. რა მოიაზრება? პირველი ყველაზე დაბალ ვიბრაციული და მყარი არის ფიზიკური სხეული და სამწუხაროდ ადამიანებს მხოლოდ მისი აღქმის უნარი გვაქვს უმეტეს შემთხვევაში და ფიზიკური სხეული საჭიროა, რომ 5 გრძნობის ორგანოთი აღვიქვათ ის მატერიალური სამყარო, სადაც ვიმყოფებით დედამიწაზე და ამას ემსახურება ეს სხეული. მაგრამ ფიზიკური სხეულის არსებობისთვის აუცილებელია მისი მომდევნო შრე, რომელიც არის ეთერული სხეული. ეთერული სხეულში მიედინება ის საცოცხლო ენერგია, რომელიც აცოცხლებს ფიზიკურ სხეულს და ეთერული სხეულის გარეშე ფიზიკური სხეული უბრალოდ ვერ იარსებებდა. და ეთერული სხეული არის ოდნავ უფრო ფართო ვიდრე ფიზიკური სხეული, არის მისი დუბლიკატი და არის გამჭვირვალე. თუმცა წინასედაც აღვნიშნე, რომ ადამიანებს შეუძლიათ ის დაინახონ, შეამჩნიონ თუნდაც საკუთარ ფიზიკურ სხეულზე, თუ იქნებიან უფრო დაკვირვებულები. ეს არის ღია ფერის ნათების სახით, რომელიც გასდევს ჩვენს სხეულს. დააკვირდით და დარწმუნებით თქვენ თვითონვე. განსაკუთრებით, როდესაც ნავარჯიშევია ადამიანი, სწორი სუნთქვა აქვს ჩატარებული, მაგდროს გამომუშავდება უფრო მეტი ბიოენერგია და ეთერული სხეული ხდება უფრო შესამჩნევი. ეთერული სხეული გაგიკვირდებათ და კიდევ უფრო რთული აგებულებისაა, ვიდრე ფიზიკური სხეული. შედგება უამრავი არხებისგან, რომელშიც ენერგია მიედინება. ენერგეტიკულ სხეულშია მოთავსებული ის 7 ჩაკრაც, რომელიც ვახსენე 7 ციფრთან დაკავშირებით. ჩაკრები ეს არის ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სამყაროდან მიღებული ენერგია ეთერულ სხეულში გადამუშავდეს ფიზიკური სხეულისთვის აღქმად და გამოსაყენებენ ენერგიად. სამყაროში ენერგია არის ზოგადად ენერგიას ყველა ცოცხალი არსება ვიღებთ სამყაროდან და სამყაროში ენერგია არის ზღვა, ულიმიტო და არის საკმაოდ მაღალი სიხშირის. იმ სიხშირისო პირდაპირ შემოდიოდეს ჩვენს ფიზიკურ სხეულში, ფიზიკური სხეული უბრალოდ ამას ვერ გაუძლებდა და დაიშლებოდა. ამიტომ საჭირო არის ეს ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც ტრანსფორმაციას უკეთებენ, ასე ვთქვათ, უხეშად რომ შევადაროთ, როდესაც მაღალი სიმძრავლის დენი შემოდის და ტრანსფორმატორი გადაამუშავებს, დაახლოებით იგივე პროცესი არის, უხეშად რომ ვთქვათ, ამ ჩაკრებში გადამუშავდება ეს ენერგია და უკვე სხეულისთვის ათვისებადი ხდება და მიედინება
ჩვენს ეთერულ სხეულში და აცოცხლებს ფიზიკურ სხეულს. და გარდა ამ ჩაკრებისა, ცენტრალური არხებია ენერგეტიკული ეთერულ სხეულში, ორი ძირითადი ცენტრალური არხი, ერთი არის ხერხემლის წინ განლაგებული და მეორე ხერხემლის გასწვრივ დაახლოებით პროექცია რო ვთქვათ და აქ არის ძირითადი ნაკადები ენერგიის წინა ნაწილში ქვემოდან ზევით მიედინება ენერგია ხერხემალზე რომელიც გადის ზემოდან ქვემოთ მაგრამ ამის გარდა არის უამრავი წვრილი არხები, უამრავი განტოტებები და ამას უკვე აქ აღარ ჩაუღმავდები. ეთერული სხეულის შემდეგ უნდა განვიხილოთ ასტრალური სხეული. ჩვენ ადამიანებს გონია რომ ემოციები ჩდება ჩვენ ფიზიკურ სხეულში. ეს ასე არ ყოფილა. მეც ყოველთვის ვიბნეოდი ამ საკითხთან და არ მესმოდა რა იყო ასტრალური სხეული, მაგრამ მე გავიაზრე ჩვენი ყველა ემოცია, ებები, სურვილები ჩნდება ასტრალურ სხეულში. მე უბრალოდ ფიზიკურ სხეულში ხდება ასტრალურ სხეულიდან გადმოცემული ემოციები უკვე ფიზიკურ სხეულს ახდენს გავლენას და გამომუშავდება ის ჰორმონები, რომლითაც უკვე თვითონ ფიზიკური სხეული გრძნობს იმ ემოციას. იგივე, როდესაც შიშის დროს ადრენალინი გამომუშავდება, ან რაღაც სიამოვნების შეგრძნებისას ენდორფინები, ეს უკვე ფიზიკურ სხეულში მიმდინარე პროცესია, მაგრამ ემოცია, როგორც ესეთი, არის ასტრალური სხეულის შეგრძნება. და ასე ვთქვათ, გული არის მასთან დაკავშირებული, აი რასაც გულით ჩვენს საუბარში ხშირად ვიყენებთ გულს, აი გული მეტკინა, გულით ყველაფერს თითქოს გულით გვგრძნობთ, ხო? აი ემოციები დაკავშირებულია გულთან და ასტრალურ სხეულთან. რაც შეეხება შემდეგ შრეს, ეს არის მენტალური სხეული და აქაც იგივეს ვიტყვი, რომ ჩვენ ადამიანებს გონია რომ აზრები, ფიქრები, იდეები ჩდება ტვინში, რაც ასევე არ არის სწორი და აზრები, ფიქრები, იდეები ყველაფერი რაც შემოდის მენტალურ სხეულში. უბრალოდ მერე ტვინი არის გამტარი ამ ყველაფრის და ადამიანს შეუძლია მეტყველების სახით, იქ წერის სახით ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გადმოიტანოს გარეთ. თორემ თვითონ აზრები და იდეები არის მენტალურ სხეულში. მენტალური სხეული თავის მხრივ შედგება ორი ნაწილისგან, ზედა მენტალური სხეული და ქვედა მენტალური სხეული. ქვედა მენტალური სხეული ეს არის რაციონალური გონება, ლოგიკა და ზედა მენტალური სხეული არის უკვე ინტუიცია, შემოქმედებითი გონება და ეხლა რაც ჩამოვთვალეთ 4 სხეული უკვე ჩამოვთვალეთ, ეს ყველა ნაწილები მიეკუთვნება მატერიალურ სხეულს. ანუ ეს არის მატერიალური სხეული. ანუ აქედან 3 არის ნატიფი, ეთერული, ასტრალური და მენტალური და ფიზიკური სხეული არის ყველაზე უხეში. და აი 4 სხეულის მერე არის უკვე სულის ტრიადა. სულით საკმაოდ რთული აგებულების ყოფილა და ამის გააზრება მეც არ მქონდა და ამიტომ მინდა რომ თქვენც გაიაზროთ. სული შედგება 3 ნაწილისგან და ქვედა ნაწილი არის კაუზალური სხეული. კაუზალური სხეული არის აკავშირებს ზედა მენტალურ სხეულს მე-6 შრესთან, რომელსაც ბუთალური სხეული ქვია და რა არის ახლა კაუზალური სხეული. კაუზალური სხეული თვითონ სიტყვაც გვეუბნება, არის მიზეზშედეგობრივი სხეული. ეს არის სულის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ევოლუციას, ვითარდება, მრავალი ინკარნაცია გამოიარა და დააგროვა გამოცდილებები, იგივე კარმები, ბრჭყალებში ცოდვები, ყველაფერი ამ კაუზალურ სხეულზეა მოკლედ დალექილი. ის უნარჩვევები, ნიჭები, რაც წინა ცხოვრებებში ქონდა და ეხლა უნდა გავიხსენოთ, ისიც მასზეა ჩაწერილი და
რაც ყველაზე მთავარია კაუზალურ სხეულში არის ჩაწერილი მიზნები. თუ რა მიზნით მოვიდა ინკარნაციაში სული ამჟამად, რა გქონდა გასავლელი გზა და თუ ჩვენ ვისწავლით კაუზალურ სხეულთან დაკავშირებას, ინტუიციური ფორმით ეს იმპულსები ჩვენში შემოვა და ჩვენ გავიგებთ ჩვენი არსებობის არსს, საით უნდა წავიდეთ, რა უნდა განავითოთ, რა გამოცდილების მიღება სურდა ამ ცხოვრებაში სულს. და ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ისიც მნიშვნელოვანია რა კარმა ქონდა და რა ქონდა დაგროვილი და დალექილი, მაგრამ სწორედ ამას ემსახურება ისიც რომ როდესაც ადამიანი იბადება, წარსული ცხოვრებები აღარ ახსოვს, ეს დავიწყება აუცილებელია, რომ მაქსიმალურად თავისუფლად შეძლოს განვითარება ზედმეტი ემოციებისგან და ზედმეტი ფიქრებისგან. ასე რომ და თავისთავად ჩვენ თუ მივყვებით სულის მიზნებს, ეს გამოასწორებს იმ დავუშვათ კარმულ დალექილ ცოდვებსაც, ასე ვთქვათ, რაც ჰქონდა დავუშვათ წარსულ ცხოვრებაში და გვაქვს გამოსასწორებელი. და ეს თავისთავად მოხდება. კაუზალური, ვინაიდან კაუზალური სხეულზედაც დავასრულეთ საუბარი, ჯერ მინდოდა ერთი რამე აღმენიშნა, სანამ გადავალ დანარჩენ ორ სხეულზე. დღეს მომივიდა რაღაც აზრადაც და რატოღაც წამოვიდა ეს სიტყვა და კავშირი. შეიძლება სადღაც ამოკითხულიც მაქვს, შეიძლება ზუსტად ესე არც მაქვს ამოკითხული და რაღაც ყოველ შემთხვევაში ჩემი გააზრებაც ესე ასოცირდა ამ ყველაფერთან. ჩვენ გვაქვს უნიკალური ენა, რომელშიც სიმბოლოებით იმდენი რამეა ჩადებული ჭეშმარიტებაზე, რომ უბრალოდ ჩვენ არ ვაკვირდებით. რომ დავაკვირდეთ 3-4 სიტყვა, 3-4. ანუ ნახეთ 3 და 4, 3-4. ეს ნამდვილად ჩემ აღქმაში ესეა, რომ დაკავშირებულია ამ 4 მატერიალური სხეულის გაერთიანება მაღალი განზომილების 3 სულიერ სხეულთან. 3-4 და როდესაც ადამიანი მოახერხებს, რომ მატერია და სული გაერთიანოს, აი 4 სხეული გაერთიანოს დანარჩენ 3-თან, აი ეს არის 3-4. ეს ჩემ გაგებაში შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ჩემი ინდივიდუალური აზრია, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს რომ რაღაცა გავიაზრე და ეს სიტყვა კიდევ უფრო შემიყვარდა. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ძირითადად ვცხოვრობთ მატერიალურ სხეულით, აბსოლუტურად დაკარგული გვაქვს კავშირი ზედა შრეებთან და რაღაც ქაოტურ რუტინაში ვეფლობით, გათავსებული გონებით ჩვენში ვერ აღწევს ის იმპულსები, რომელიც კაუზალურ სხეულის მეშვეობით უნდა გადმოვიდეს და კიდევ უფრო ზედა განზომილებიდან უნდა შემოვიდეს. და აი ამას როდესაც გაიაზრებს ადამიანი, რომ სინამდვილეში ის რაც ჭეშმარიტია და რაც სულის წადილია, ის შემოდის სწორედ მდუმარებაში, მაშინ ამ გონების ფარდას ერთხელაც ცოტა ხნით მაინც გააჩერებს და მიენდობა სულის ძახილს, რომელსაც არც ენა აქვს, არც სიტყვები იცის, უბრალოდ ეს ცოდნა ჩვენში შემოვა და ამას მივხვდებით. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ქართული სიტყვა ვახსენე 3-4 და ასევე არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს ქართულში სამშვინველი, ამაზე წინა ვიდეოშიც ვისაუბრე. 3 მშვინველი, 3 მშვინველი. ეხლა მეც ძალიან მიჭირდა აღქმა, ზუსტი აღქმა არ ქონდა უბრალოდ რა იყო ეს სამშვინველი. სული იყო, სხეული იყო, რა იყო, რაღაც აბსტრაქტულად ამ ჩემთვის გაუგებარი იყო ეს ტერმინი და როდესაც ჩავუყრმავდი სამშვინველი, ეს არის მატერიალური ორი სხეული, ასტრალური და მენტალური და სულიერი ერთი სხეული, ეს არის კაუზალური სხეული. ანუ არც ბოლომდე სულია, თუმცა სულის ნაწილს შეიცავს და არც მატერიალური არის ბოლომდე, იმიტომ მაგრამ უმეტესად კი მატერიალურია, მაგრამ სულის ნაწილს რო შეიცავს, არც ბოლომდე მატერიალური არ არის.
და სამი მშვინველი არის გონებითი მშვინველი, ეს არის მენტალური სხეული, გულის მშვინველი, ემოციური სხეული და კაუზალური სხეული ნებით მშვინველს არის შედარებული ეს ერთ-ერთ წყაროში, როდესაც სულის წადილი, რაზეც ვისაუბრეთ და იმპულსი, მოქმედების იმპულსი მოდის კაუზალური სხეულიდან. ეს არის სამშვინველი და რაც შეეხება დარჩენილ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სულის ნაწილებს, მეექვსე შრე ეს არის ბუდალური სხეული. თვითონ სიტყვა ბუდა ნიშნავს გამოღვიძებულს და ეს არის უკვე ისეთი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი და ხელშესახები სხეული, რომლებიც სულიერად იღვიძებენ და სიტყვაც და სახელწოდებაც აქედან მოდის. ეს არის დაკავშირებული ქრისტეს ცნობიერების გაღვიძებასთან. ეს არის სიყვარულის თანაგრძნობის სხეული და ერთიანობის შეგრძნების. როდესაც ქრისტეს ცნობიერება იღვიძებს ადამიანში, მას უკვე იმდენად დიდი სიყვარული და იმდენად დიდი ემპათია და ერთიანობის შეგრძნება უჩნდება სხვა ადამიანებთან, რომ როდესაც სხვა ადამიანის ტკივილს უყურებს, ისევე განიცდის თითქოს იყოს მისი. და ეს არის, რა თქმა უნდა, უკვე ბევრად ნატიფი შრე და მასთან კაუზალური სხეული გვაკავშირებს, ამიტომ ჯერ კაუზალურ სხეულს უნდა მოусმინოთ, რომ კავშირი დავამყაროთ ჩვენს მეექვსე შრესთან და ერთგვარად ეს მეექვსე შრე, ბუდალური სხეულიც არის ხიდი უკვე ჩვენ ინდივიდუალურ სულის ნაწილს, რომელსაც კაუზალური სხეული ქვია და უფრო მაღალ სულიერ სხეულთან, რომელსაც ატმანური სხეული ქვია, ეს არის უკვე ღმერთის ცნობიერება, ეს არის უკვე აბსოლუტის გონთან შერწყმა და ადამიანები, რომლებიც იმაღლებენ ცნობიერებას, უკვე ქრისტეს ცნობიერებაზე კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადადიან და მათ უკვე აქვთ შეგრძნება ღმერთთან ერთიანობის. ეს არის ის სასუფეველი, მამაში დაბრუნება, რომელზეც ქრისტე გვესაუბრებოდა და ეს სხეული კიდევ უფრო ღრმად არის ჩვენში ჩადებული და მასთან კიდევ უფრო მეტად გვაქვს კავშირი გაწყვეტილი, მაგრამ ეს მოდის ეტაპობრივად. იმიტომ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ამ სხეულების აგებულების ასე ჩაშლა, რომ თუ ადამიანს არ აქვს აღქმა რისგან შედგება, შეუძლებელია მან სწორად დაალაგოს მიზნები, რაზე უნდა იმუშაოს და საითკენ უნდა წავიდეს. ასე რომ ჩემი აზრით პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობა იწყება საკუთარი აგებულების შეცნობით და აი ამას ემსახურებოდა სწორედ ეს მიზანი, რომ მსგავსი ვიდეო ჩამეწერა და მაქსიმალურად ვეცადე ყველასთვის გასაგებ ენაზე ყოფილიყო ეს. რისი დამატება შემიძლია? კაუზალური სხეული არის ის ინდივიდუალური სულის ნაწილაკი ჩვენში, რომლითაც ჩვენ ყველანი განსხვავდებით. აი შედარებისთვის, როგორც ჩვენ ყველა განსხვავდებით ფიზიკური სხეულის აგებულებით, ყველა ვართ, ასევე განსხვავდებით ეთერული სხეულითაც, სხვადასხვა ენერგეტიკები გვაქვს, განსხვავდებით ასტრალური სხეულითაც, ემოციური სხეულითაც, ან მატერიული სხეულით რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან. ასევე განსხვავდებით კაუზალური სხეულისგან. ყველა ვართ ინდივიდუალობა, უნიკალური და არც ერთხელ არ მეორდება, არც ერთი კაუზალური სხეული არ იმეორებს სხვა კაუზალურ სხეულს, ანუ არის ინდივიდუალობა, რომელმაც უნდა განიცადოს ევოლუცია, განვითარდეს და განიცადოს პროგრესი. ამისთვის მოვდივართ ამდენი ცხოვრების გამოცდილება, რომ მივიღოთ. და
აი რაც შეეხება უკვე მე-6 და მე-7 შრეს, იქ უკვე ადამიანები ხდებით ერთნი. ჩვენ იმ სულის ნაწილებში ჩვენ განსხვავება აღარ ვართ. ნუ იმაზე დავფიქრდი, რომ შეიძლება მე-6 შრეში იყოს განსხვავება იმის მიხედვით თუ ვინ რა კულტურაში იზრდება. ეხლა ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტეს ცნობიერება ჩვენთან ახლოს ვიღაცისთვის ბუდას ცნობიერება, ეს იგივე ვიღაცისთვის სხვა ასე ვთქვათ სხვა პიროვნების თუ ღმერთის თუ არ ვიცი რა ვუწოდოთ და რთული ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ეს ერთი და იგივეა, მაინც ის ერთიანობის შეგრძნება მე-6 შრეზე ყველასთან ერთნაირად მოდის და კიდევ უფრო ერთიანები ვართ და ერთი და იგივე ხდებით, როდესაც იმ მე-7 სხეულში. იქ ყველანი ვართ ღმერთის ნაწილები. აი როგორც წვეთი ოკეანიდან გამოყოფილი და წვეთი უბრუნდება შემდეგ ოკეანეს, ზუსტად ესე. ასე რომ ჩვენ როდესაც ამ ყველაფერს გავიაზრებთ, განვითარდებით და შეგრძნება ოდნავ მაინც გვექნება ჩვენს მაღალ სულიერ შრეებთან შეგრძნება და შეხება, ჩვენ ერთიანობა შევიგრძნობთ და როდესაც ადამიანი შეიგრძნობს სხვა ადამიანს უყურებს და მასში უკვე საკუთარ თავს დაინახავს, რომ მე ვარ შენ, აი ეს არის უკვე ის ზედა დონე ცნობიერების, რომლისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ და ყველას გისურვებთ ამ გზაზე წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დედამიწაზე ადრე თუ გვიან უნდა დამყარდეს ერთიანობა, ურთიერთგაგება და საერთოდ ადამიანები რაც მეტი გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენ ზედაპირზე კი გავსხვავდებით მატერიალური სხეულის დონეზე და კაუზალური სხეულის დონეზეც, მაგრამ ყველა ვართ ინდივიდუალობა, რომლებიც ერთმანეთს უნდა ვავსებდეთ. ვიღაცას აქვს ერთი რაღაცის უნარი, მეორეს სხვა ნიჭი, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ, რაც მე მაკლია სხვამ უნდა მომცეს, რაც მას აკლია მე უნდა მივცეთ და უნდა მოქმედებდეთ როგორც ერთიანი ტანდემი და მაშინ ამის გააზრება როდესაც მოვიდოდა, ის აღარ იქნებოდა შეჯიბრის მომენტი, რომ აი მე შენ გაჯობებ, მე შენ გჯობი ვარ, მე ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ, ეს ამდენი მე უბრალოდ აღარ იქნებოდა და იქნებოდა ჩვენ. და წარმოგიდგენიათ, რამდენად ჰარმონიული გახდებოდა დედამიწაზე ცხოვრება და აი ვისურვებდი, რომ ერთხელაც ასეთ დედამიწაზე გაგვეღვიძოს ყველას. და მადლობა, ვინც მომისმინეთ, გამიხარდება თუ ჩემი ეს ვიდეოც რაღაცის გააზრებაში უფრო დაგეხმარებათ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზა გავიარე და მე არ მყავდა არავინ დამხმარე, ვინც გამარკვევდა ასე დეტალებში და ყოველთვის მიწევდა ჩემი თამოღება ამ ინფორმაციების ბევრი წაკითხული ლიტერატურიდან და მოსმენილიდან და მე ჩემში უნდა გადავემუშავებინა და სულ მინდოდა რომ აი ყველასთვის გასაგებინაზე ყოფილიყო ეს თემები და მაქსიმალურად შევეცადე მეც. თუ გამომივიდა მიხარია, ვეცდები კიდევ მომავალში საინტერესო თემები ჩავშალო, იმიტომ რომ სალაპარაკო ამ თემებზე საკმაოდ ბევრია და საკმაოდ საჭიროა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოვიდა დრო, რომ ყველამ გამოვიღვიძოთ 21 საუკუნეა და თითქოს პროგრესს განიცდის, კაცობრიობა აღარ უნდა ხდებოდეს ესეთი ომები, ესეთი დაპირისპირება, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დედამიწაზე ალბათ და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კოლექტიურად უმეტესობას აეწევა ცნობიერება და გადავა უფრო რაღაცა სხვა განზომილებაში ჩვენი დედამიწის არსებობა. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.